ამას ვერაფერი ვერ გადაარჩენს. ოპა, ეს მაგრაბოლავს, ეს მე მგონი ხალასტოიძეს დაისტუქება. გამო. ზეთის გარეშე და წყლის გარეშე თუ ჩავა თბილისში. ეს ვაფშე გახსნილი ხო არ მქონდეს. ოპა. აუ ეხა გადავა იქნება რომ არ დაიბრიდოს ეს. დავბრუნდით ახალი პროექტით Golf 2. Golf 2 ვიციცის არის წინა წამყვანი და ჩვენი პროექტი არის რომ Golf 2-ში ჩავდოთ LS3, რაც შეიძლება ბევრი ცხენით უკანა წამყვანზე გადავიყვანოთ. ავტომობილზე მარტო ძრავს არ ვცვლი და მარტო სვაპი არ იქნება და პროექტი იქნება. უნდა გავამზადოთ თავიდან ბოლომდე რომ გამოვიდეს სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი. მე ინტერნეტში რაც მაქვს ნანახი Golf 2-ები, ესე გაკეთებული არავის არ ყავს. LS-ი ჩადებული Golf 2-ში არ მინახია. შეიძლება ვიღაცამ კომენტარებში ხარ ჩააგდოთ რომ აი ვიღაცას ყავს, მაგრამ ესე რომ ჩავწერე, არაფერი არ მოიძებნა. წავიდეთ ახლა მანქანა ვნახოთ, სადღაც ჩამოვედით, არ ვიცი სად ვართ. აქედან იმედია GM-მამდე მივაგნებთ, მაგრამ თან გზაში რაღაც კარგი რაღაცეები გველით. წამო ჯერ მანქანა ვნახოთ. ავტომობილი განწირული იყო, ფლობელს გადაწყვეტილი ქონდა რომ ეს მანქანა უბრალოდ გაეჩერებინა, სადაც დგას და ხელი აღარ მოეკიდა, მაგრამ მე მოვიდა GM-ში და ერთად გადავწყვიტეთ, რომ უბრალოდ დიზელის ძრავი კი არ გაგვეძლიერებინა, ჩაგვედო LS-ი, გარედან ეხლა ჯერ რაც ნაფიქრი გვაქვს არის ის, რომ ნარდო გრეი გვინდა რომ გარედან გავაკეთოთ, შევღებოთ, შიგნით დუგები, პოლუკოვშები, ну რა თქმა უნდა ძრავი შეიცვლება. ძალიან მაგარი პროექტი გველოდება წინ. იმედია დავქოქავთ, ყველაფერი წამოღებული გვაქვს. მზად ვიყავით, ინფორმაცია გქონდა რომ ეს მანქანა დიდი ხანია გაჩერებულია. ასე რომ დისკების კი წამოვიღეთ, გითხეს საბურავებიო და შვებული არისო და თბილისამდე ვერ ჩამოხვალა. არ გვინდა ევაკუატორი ჩამოვიყო, იმიტომ რომ გვინდა რომ გავიაროთ და რაღაცები გავტესტოთ და მაგას ნახავთ ვიდეოში რა უნდა გავტესტოთ. მაგისთვის წამოღებული გვაქვს Elfizeti და გაიგებთ რა მოხდება ხა. ეს აქ იდოს მაინც. ოპა ესე. ერთი წლის წინ ჩვენთან მოვიდა Golf 2. რაღაცები გავუკეთეთ და გაბელიას უთხარი მე GM-ში რომ Golf 2-ში LS-ი უნდა ჩავდგათ მეთქი და მე ისე დაემთხვა ამ წელს განმავლობაში იმდენი დრიფტი რაღაცეები მქონდა რომ ფიზიკურად ვერ მოახერხე და ეხლა თავის ფეხით მოვიდა ადამიანი რომელსაც უნდა LS-ი ჩადება აქ ასე რომ ცოტა ჩვენც შევიტანით ჩვენი წვლილი რომ LS-ი ჩაედო და უბრალოდ დიზელი არ გაგვეძლიერებინა ამიტომ ნახოთ შიგნით რა ხდება Golf 4-ში ნაჯდომი არ ვარ ისა სავარძელი არ გადის კაი მაგნიტოფონი არ გვაქვს მაგრამ მე მგონი გვაქვს ეს იყო ჩემ ბავშვობაში ესე გახსნიდი ეს ისე ატოხსნიდი ამას 90-იანებში იპარავდნენ შუშას გიტეხავდნენ ამის გამო ბიძაჩემს მოპარეს ერთი რავი 30 ჯერ ავიწყდებოდა ამის ამოღება 2 წუთი გააჩერდი მანქანას და ეგრევე გაძრავდი მექანიკა მოიცა ის მე მგონი აკუმულატორი ხოძია არა აბჯუტურებს კაი წავედი დაბრუნდით ეს ბევრი არ წაიღოს ამან ოპა ისე გავაკეთოთ ული ჩამკეტი შეიძლება იდოს აქ სადღაც საბარგულში მოიცა ვნახოთ რა ხდება ბაზბოჩკა ანუ ის მაგნიტოფონი ტყუილა არ დევს ესე იგი ანუ ფაქტია რომ გაკეთება დაწყებულია რაღაცები უნდათ ტუკ-ტუკ ესე რომ იციან ხოლმე მაგრამ თლიანობაში ან ერთიანად უნდა გააკეთო პროექტი ან აი ესე ნაწილობრივ ძალიან რთულია Golf 4-ის წონა არის დაახლოებით 900 კილო და დაჟე იდეა გქონდა რომ მეთქი დრიფტკარი ავაწყოთ მეთქი ხელი შეგუშალა აი ქობულა იყო კამერის უკან მისდგას იმან თქვა რომ არ გინდათ მოდი რაც ვიცით ისა ვაწყოთო ხო და ეხლა რა ხდება აქ მოგიყვეთ ნებართვა ავიღეთ რომ ეძრავი ბოლომდე გავწუროთ იმიტომ რომ როგორც ვიცით ეძრავი კარგად არ მუშაობს და მოვიტანეთ Elfizeti დიზელი ზეთი რომელსაც თავისი დანამატები აქვს და ეხლა გვინდა რომ ესეთი ჩავასხათ დავქოქოთ მანქანა თუ დაიქოქა
ჯერ დაიქოქოს მე ჩავასხათ, ყველა რო არ ჩავასხათ. გაზის პედალზე რამე აგურს დავდებ და დაველოდოთ, ზავი საფეთქდება. ნახოთ, ზეცას გავტესტავთ, მანქანასაც არ ვიცი. იმედია პარტნიორებს არ დავკარგავთ ამ ვიდეოთი. არხის წამდგენია სპორტული საინფორმაციო პორტალი კროკოჯი, ასევე ჩვენი პარტნიორი ზეთების კომპანია ელფი, ავტოიმპორტიორი ამერიკიდან ამერიკარსი, რომელსაც ვესტუმრებით ამ ვიდეოში თუ არა შემდეგ ვიდეოში აუცილებლად და მაგ სურპრიზსაც ნახავთ. ეხლა გადავიდეთ უკვე მანქანაზე, ზეთი შევცვალოთ და დაიწყოს ჩვენი ექსპერიმენტი. ეს იქნება ნამდვილი ექსპერიმენტი. იყო მანამდე რაღაცა ტესტები და ყოველთვის ჩნდებოდა კითხვის ნიშანი. მაგიტო ჩემ ძმობილ ქობულას უთხარი მე რომ უწყვეტი კადრი გადავიღოთ მეთქი, როცა ტესტი დაიწყებათ, ხო? ანუ ამ ზეთს აქვს დანამატები და ეხა პირველი რაც არის ეს ბოლომდე გავუშვათ, ეს იყოს ესე. ეხლა რაც არის რომ ცოტა ხანი დავქოქავთ, ვამუშავებთ. მერე გადავალთ იმაზე რომ გაზზე აგურს დავდებთ და გავჭედავთ გაზს და დაველოდებით ერთი, რავი, სადამზე შევძლებთ 9 საათი, 20 წუთი 9 საათი. თუ გაკაჩა, თუ ვერაფერი ვერ უქენით ზრავს, მერე ეგეთი გეგმა გვაქვს. გეგმასაც გაგიმხელთ, რომ ზეთი მას ჩამოუყაროთ მთლიანად, ზეთის გარეშე, აქედან არ ვიცი ძალიან შორს ვართ და თუ ჩავალთ რუსთავში, გზაში გავიჭედეთ. ევაკუატორი წაგვიყვანს, სადღაც უეჭველი გაიჭედება. ამას ვერაფერი ვერ გადაარჩენს ამ ძრავს. ოპა! ანუ მანქანას ფაქტიურად უკვე ჩეპი აქვს, ბოლავს. ანუ ნახოთ რამდენს გავაკაჩინეთ, მაგრამ მაინტერესებს ესეთი რაღაც არას ამიქნა. სულ მთელი ცხოვრება ძრავებს ვაწყობთ. არა, ხედავთ კიდევაც ოღონდ შეჯიბრებზე. ესე, ოპა, ეს მაგრა ბოლავს, ეს მე მგონი ხალასტოიძეს დაისტუკება ჩემი. გოლფი გრუხუნებს უკვე, ელოდება სიკვდილს. GoPro ჩავრთოთ. ისა, ჩაირთო GoPro. წამოიხა აგური ვიპოვოთ. სულ მქონდა ამის მუღა მისე რა. რო დავინიშნო? მაინც და მაინც ახლოს არ დადგეთო. არა, GoPro-ში ხო იქნება დრო? მე აღარ მინდა დრო. ეს სახე ის ამოაგდო. ზეთი შუპი ეგრევე ამოაგდო. ის სახე ამოაგდო. რამე არ მოხდეს. იმენა 8 ცილინდრიანი სმა. ახლობით მაინც დავინიშნავ დრო. ბენზინი ვნახეთ ვაფშე არის თუ არ არის?
აი ეს გადამიღე ქობულ რო ველოდები. Wow! Agnatul șitel! Almagasca! Gamo! შეიძლება წყალი შეგესხათ! Ojca jest choizy. Ha? Egal, უნდა წავიდეთ. Gamo. მე ბოლო აგები იყო, ხო? აი ზეთი მაინც ნახოთ. ამ თემა არის რომ ზეთმა გაუზო წყალმა ვერ გაუზო. ხვდები? ან წყლის სისტემა არ ვარ გამანქანას. რამე სპეც წყალი გვინდა რა. მოდი ნახე როგორი ნაკვალევი დატოვა მან. იქ გაგიქმა ახალი ღრუბელი. კაი. პირველი ეტაპი გადავლახეთ. არ ვიცი რამდენი წუთი იყო. ვაფშე ჩელენჯებას უნდა დაგვიყო. პირველი ეტაპი გადავლახეთ. წყალი აღარ გვაქვს. ზეთი გვაქვს, მაგრამ ეხლა მინდა რომ ზეთიც არ გქონდეს, იმიტომ რომ ზეთი მინდა რომ ბატონო ირაკლი მობძალეთ, ზეთი ჩამოუშვათ და ზეთის გარეშე და წყლის გარეშე თუ ჩავალთ თბილისში. წავედი. არა, თბილისში კი არა და აქედან თუ გა. ხო. კაი, ეხლა იქნება მეორე უწყვეტი კადრი, რომ ამ ზეთს ჩამოუღრით და რადგან ელფიზეს დანამატები აქვს, კარგად უნდა მოდებოდა შეგინთ ყველაფერს და ზეთის გარეშე რამდენიმე წუთი მაინც უნდა იცოცხლოს. შეიძლება ქონდეს რაღაც 2 წუთი, 3 წუთი, ან შეიძლება 5 წუთი და მივახციოთ დანიშნულების პუნქტამდე. პირველი ეტაპი გაიარა. ეხლა დისკებს შევცვლით, რომ აქედან წავიდეთ. ეს კიდე ჩაიხედე აქ დისკები გვაქვს. ისე პროსტა დისკებით ვერ წავიდოდით რა, აქვე რაღაცა პატარა პროექტი გავაკეთეთ. დისკებს დავაყენებთ. მე უკვე დაიწყება უწყვეტი კადრი, რომ ზეთს ჩამოუშვებთ და უზეთოდ წავალთ. თან გადავიღებთ. შო, წავედი ახლა ირაკლის მივეხმარო დისკების შესვლაში და დავეშვოთ. ეხლა გადაიღე რომ არ ვეხმარები შეჭერმა. მე ისავარ.
მეორე ეტაპზე გადავედით. ზეთს უშვებთ მანქანიდან და ვნახოთ ზედ რა ნადებს დაიტოვებს. გადაიღე. კაპ. გაშავდა? всё. დისკები შევცვალეთ, იმიტომ რომ იმ საბურავით ვერ წავიდოდით. ზათ ვიყავით მაგისთვის, ყველაფრის ზათ ვიყავით. ეხლა მე შევიძდები მანქანაში და წამოვალ უზეთოდ. აი კამერის უკან ვის დგას, წესით ჩემთან უნდა იჯდეს გვერდზე და იქიდან უნდა იღებდეს, მაგრამ მე მანდ არ ჩაგიჯდებიო და GoPro-ები დააყენა და პიკაპის ბაგაჟნიკში, პიკაპის საბარგულში ურჩევნია რომ ჩაჯდეს. შენ ანახე ქობულო. ზეთი ბოლომდე ჩამოვიდა. წამო ეხა მე დავქოქავ. დავაი, წავედით. დავქოქო, დაიქოქე? ის ზეთი გამოიღე? აუ, გადავე. გადავე იქნება, რომ ვაფშე არ დაიქოქოს. ოპა, ხმა შეიცვალა. წავედით, სამ ადგილზე მოვკვდით. რაც თავარია, ქობულ, აი. ეს აქ ვაკ. აუ, რემენი, მე მგონი ეს ის შემთხვევაა, რომ რემენი არ მინდა რა. ეს ვაფშე გახსნილი ხო არ მქონდეს. ხალხო, პირველი ხო ახლა. ზეთი ათებს. თუმცა ვაფშე არ უკეთია შუპი და არა და ზეთი რო დაიკლებსო და გააჩერო მანქანა არ უნდა დაძრაო. ხო ისა კარები ხო იღება რომ გადავხტო თუ რამეა. აუ მანქანასაც ისეთი ხმები გაქვს. ზეთი ანთებ და წყალიანთებ. არ წყალი გვაქვს. არ ზეთი გვაქვს. წყალმას გაასხა. ზეთი ჩვენ გავასხა. თან ოფროუდზე დავდივართ. წყალი რო არ არის, შეგით მიხარია, იმიტომ რომ ადუღდება არ შემომასხავს წყალი. ზეთიც არ არის, ზეთიც ვერ შემომასხავს. ასე რომ უსაფრთხოდ ვზივარ მანქანაში. ვაუ, რაღაცას მოვერდე. გაზის პედალი სადაცაა? ძალიან ზემოთ აქვს ტორმუზი. ცეპლენია სულ მზად მაქვს რამე რო იყოს. აუ ეხლა გადავა იქნება რომ არ დაიბრიდოს ეს. სადღაც 7 თუ 10 წუთამდე გავქვაჩეთ ადგილზე ბოლომდე გას. ოპა, აი გასვაძლევ და აღარ მიდის. აი. მესამეში მაგ და არ მიდის. რაღაცა ხმები მოდის. ჩაქრა. ზრავი გაიგედა. ორო.
Просто ჩაქრა. არა, კიდე მოგცა შანსი. უბრალოდ ძალა არ აქვს. მე მგონი ისეც არ აქვს ამას ძალა. არც ბოლოს, მაგრამ რა უნდა გაბოლოს? აი, ხანახე მეორეში მაქვს და ვერ მიდის. წინთან ძროხები არის, ისე ავარიული სადღაც ავარიული უნდა ჩამო. აი. რა ქრება. გავარტყმევინე. აი მოიცა. მეორე სიცოცხლე გვაჩუქა, მაგრამ მესამეს აღარ ჩუქნით. Опа! Ობულა ჩაჯდეს ახლა გადმოსული იყო, გარედან ვიღებდა და სალარა. სალარა. ეხა იდეა მომივიდა რა. მოდი ახლა სადმე შევაყენოთ და ამას ძალა აღარ აქვს და ჯობია სადმე შევაყენოთ. არა. всё. Ისა. იდეით. ბოლომდე მაგ გაზ. არ კვდება. აი მე ვიცი რაც უნდა ვქნა. ჰიდრაულიკა გაითიშა. მოგდა. აი მეჯერ თქვი მოგდა თქო რა არა. ახად ეს წყალი რაც იყო დარჩენი და ისაც ბოლოს ნახე. შო. დალია სული. რამდენი გავიარეთ? 10 კილომეტრი არ გავიარეთ. აი ვიყავით, აი ჩანს კიდევ ასე. აი, რა. გახედე, აი ვიყავით, აი. იდე უნდა ვცადო რა. იქ კარები გარედან არ იღება.
ეს კარების თემა იმენა ფანჯარა რატომ მქონდა აწეული ისე? ბიჭო, სტარტი ტრიალებს მაინც თო. ატრია. ხო, და მაგას გძავს ატრიალებ. ეს პროსტა ნარჩენი დიზელი გამოყარა რა. იდეა მაქვს. ზეთი ჩავასხა და დავქოქოთ. ვერ მოვკალით საბოლოოდ. სანამ გაგვიტანეს, სანამ ვიღაცამ ჩვენ მოკლა, მოიცა გადმოალა ქედ. სულ რაღაც ამდენი 400 მეტრი გამოვიარეთ. არავე, კილომეტრზე მეტი გამოვიარეთ. კილომეტრზე მეტი გამოვიარეთ? ხო, სადღაც 2 კილომეტრი ხო, მამეთ არის 2 კილომეტრი. გასამდეთ მოხდა 2 კილომეტრი ვიარეთ და მე აქედან სამწუხაროდ გოლფი მოკტა, მაგრამ ცუდი ყოველთვის იმისთვის ხდება, რომ მე კაი მოხდეს, კარგი. ამიტომ ეხლა ევაკუატორს დავუდებთ ამ მანქანას. წავიღებთ GM-ში და პროექტი დაიწყება, დაეროდეთ მეორე ნაწილს.